მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს საჯარო გაშლა სახელწოდებით როგორ გხედავენ თქვენი ახლობლები და ზოგადად თქვენი მტრები, ანუ მათ თვალში როგორი ადამიანი ჩანხართ. ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის ჩემი არხის გამოწერა, მათთვისაც გამოწერილი არ გაქვთ, ვიდეოს მოწონება, კომენტარი ან გაზიარება. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან უშუალოდ Instagram-ის გვერდზე. ვარიანტების რაოდენობა გვექნება როგორც ყოველთვის 3 ვარიანტი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლები, როგორ გხედავენ თქვენი ახლობლები, ანუ როგორი ხართ მათთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები, მესამე ვარიანტის წარმომადგენლები. როგორ გხედავენ მტრები, როგორი ადამიანი ხართ და ზოგადად რჩევა თქვენთვის როგორი არის არსებულ სიტუაციაში. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი თქვენთვის სასურველი ის, რომელიც ახლოს არის, რომელიც მეტად დაგიძახებთ, ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. არსებული სიტუაციაში თქვენი ახლობლები საკმაოდ ესე ვიტყოდი უწყინარი ტიპაჟის ადამიანად აღიქვამენ და ეს არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს ნებისმიერი რაღაც სიტუაცია შეუძლიათ გააკეთონ ისეთი, რომ შენზე манипуლირება მოახდინონ. ანუ თქვენ მათ თვალში არ წარმოადგენთ რაიმე სახის ისეთ საფრთხეს, რამაც შეიძლება რომ ისინი დააზიანონ. ხო, უფრო მეტად გაბედულად იქცევიან თქვენთან მიმართებაში. რაღაცა მომენტებში შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტიც კი მოსდით თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის სტაბილური, ნაკლებად გამოდის ესე ადვილად კონფლიქტურ სიტუაციებში, ხო, ადვილად გამოდის წყობილებიდან, შესაბამისად, აი ახლა მე მისი ახლობელი ვარ, შმაკ უფლება რომ რაღაცა უფრო ასე თქვა გამოყენებლური კუთხით მიუდგე, ან ის მე არაფერს არ დამიშავებს, ხშირ შემთხვევაში თქვენ რეალურად არ გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ. შესაბამისად, აქ დამოკიდებულება სამწუხაროდ, როგორც იტყვა ხოლმე შინაურსთანდობა არ აქვს, ხო, ზუსტად თქვენთან მიმართებაში არის. ანუ ახლობლების თვალში უწყნარი კატეგორია ხარ, რომელიც ახლობლებს არაფერს არ დაუშავებს, შეუძლია რაღაც მომენტში მაქსიმალურად გამოიყენონ. დრო არის, რომ უკვე რაღაცა მომენტში შეცვალოთ სიტუაციური მიდგომები, თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მსგავსი მიდგომები ექნება თქვენთან მიმართებაში. ზოგადად მტრები როგორ აღიქვავენ. მტრები ფიქრობენ, რომ შენი სუსტი წერტილი არის ოჯახური სიტუაცია, ოჯახური გარემო და ჰარმონიული სიტუაცია. თუ კი რაიმე მომენტში უნდათ, რომ შენ პრობლემა შეგიქმნან ან რაიმე სახით დაგაზიანონ, ეს ყველაფერი გამავალი არის ოჯახურ სიტუაციებზე. შესაბამისად, ისინი ხშირად შეიძლება სარგებლობდნენ ოჯახური გარემოებით, ოჯახური მდგომარეობით და ამ მიმართულებით გაზიანებდნენ გარკვეული კუთხით. შესაბამისად, თქვენთვის ასე ვთქვათ, სუსტი წერტილი არის ოჯახური გარემო და ოჯახური სიტუაციები. ასე რომ მტრების თვალში თქვენ ხართ მეოჯახე ადამიანის კატეგორია, რომელიც ოჯახის გამო შეიძლება თავის კი გასწიროს პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? და ზოგადად რჩევა თქვენთვის. ეცადეთ, რომ რაღაცა მომენტში ისწავლოთ სხვისი გვერდში დაყენება. ყველაფერი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე ნუ გაქვს აღებული. ნუ გავიწყდება, რომ ამ ცხოვრებაში საჭირო არის, რომ გვერდით ყავდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარება. ყოველთვის ყველაფერს საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, თავზე ზეწოლით ვერ გაუმკლავდები. მომენტებში საჭირო არის ისწავლოთ დახმარების მომენტი. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად ახლობლები როგორ გხედავენ. ხო, აქ რასაც მიჩვენებს სიტუაცია საკმაოდ ისეთი ქარიზმატული ტიპაჟის კატეგორია ხარ ახლობლების თვალში, რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას ცვალებად იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად ახალ-ახალი იდეის მდგომარეობა გაქვს, მუდმივად გაქვს მომენტი, როდესაც რაღაცა აზრი ახალი წამოვა, რაღაცა ახალი გინდა რომ გააკეთო და შესაბამისად მათთვის მრავალფეროვანი ხასიათის მატარებელი ადამიანი ხარ. შენ ხარ კატეგორია, რომელიც მუდმივად მათ, როგორც იტყვა ხოლმე, ტონუსში ამყოფებს, ხო, მუდმივად შეიძლება ბიძგს აძლევდეს, მუდმივად შეიძლება მხიარულ ხასიათზე იყო და მათაც მხიარულ პოზიციაში ამყოფებდე. ანუ შენ მათთვის საჭირო ადამიანი ხარ, როგორც ადამიანი პოზიტივი, როგორც ადამიანი მხარდაჭერის მაჩვენებელი, ხო, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება
დაწესებულება აქვთ ახლობლებს შენთან მიმართებაში. მოდით ნახოთ მტრების დამოკიდებულება და მათი ხედვა როგორი არის. ნახეთ, მტრების თემა არის ესეთი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ შენ რაღაც მომენტში არაპროგნოზირებადი ხარ და როდის რა წამოგივლის თავში, რაღაცა მომენტში მათთვის საფრთხის კატეგორიას წარმოადგენენ. ეხლა ეს რაში გამოიხატება? ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთო და ისეთი რაღაცა თქვა, რაც ისინი პირდაპირ მნიშვნელობით მიწასთან გაასწორო. ხო, არაპროგნოზირებადობა არის შენივე დამცავი მექანიზმის მდგომარეობა. შესაბამისად, რაღაცა მომენტებში შეიძლება მათი ხედვით თქვას, რომ ეს ცოტა ვერ არის, ხო? ანუ კარგი გაგებით გულისხმობ, რა როდის რამ წამოვა, ანუ უკან არაფერზე არ დაიხევს. ზედმეტად რისკიანიც კი შეიძლება იყოს, როდესაც რაღაცა მომენტში უკვე აგრესიული ხდები, როდესაც ბრაზდები უკვე ვეღარ საცხოვრავ გარკვეული კუთხით, ხო, საკუთარ თავს. შესაბამისად, ცდილობენ, რომ ემოციურად არ გამოგიყვანონ წყობილები და თუ მაინც მოხერხდება, სჯობია რომ გაგერიდონ, ესეთი დამოკიდებულება აქვს. ზოგადად რჩევა შენთვის. ეცადე რომ თუ შენი თვალით არ გინახია რაიმე სახის ინფორმაცია, რაც მოწოდებული იქნება, ან თანამონაწილე არ ყოფილხარ, ან დაწუნებული არ ახარ, არ დაიჭერო. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს მანიპულაციების სიტუაციები, როდესაც შენი წყობილებიდან გამოყვანას ეცადონ, ხო, ენდომებად შენი ასე ვთქვათ, მომენტებში აფეთქება, როგორც იტყვია, ხო, ხასიათების კუთხით. ასე რომ არ დაუჯერო იმას, რაც შენი თვალით არ გინახავს. რჩევა არის შენთვის. მესამე ვარიანტისთვის. ახლობლების თვალში როგორი ადამიანი ხარ? ახლობლების თვალში შენ რატომღაც ხშირად შეიძლება გქონდეს დეპრესიული გარემო. შექმნის პოტენციალი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ხშირად შეიძლება იყოს ცოტა ისეთი ცვალებადი ნეგატიურ ასპექტებში გადამავალი, თითქოს თუ რაღაც პესიმისტური დამოკიდებულებით უყურებ, თითქოს თუ რაღაცა პრობლემებს ახვევ გარშემოყოფებს, პრობლემების სიტუაციაში ხარ, ანუ მათ თვალში რაღაცა მომენტებში ზედმეტად გახასიათებს სიმძიმეების მომენტები და გჭირდება თითქოს მათი ხედვით განთავისუფლდეს ზედმეტი საფიქრალისგან, ანუ იმაზე უფრო მეტად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობებს და იმაზე უფრო მეტად იტვირთავ თავს უაზრო ნეგატიური ფიქრებით, ვიდრე საჭირო არის. მომენტებში თამამად შემიძლია თქვა, რომ გარშემოყოფები შენით იღლებიან, ანუ არ ესმით მომენტებში შენ და თითქოს ღლი გარშემოყოფებს პირდაპირ მნიშვნელობით. ისწავლე რაღაცა მომენტში ნეიტრალური ხედვა გახსნა, ნეიტრალურად მიუდგე გარკვეული სახის სიტუაციებს. ზოგადად მტრები როგორ აღიქვავენ? მტრების თემაში ხარ ბალანსირებულ პოზიციაში, ახლა ეს რას გულისხმობს? თუ პირობითად გასარტყმელი არის, გაარტყავ ადამიანს, თუ საჩხუბი არის, იჩხუბებ, ანუ ბალანსირებული თემა გაქვს იმ თვალსაზრისით, რომ რასაც შენთან მიმართებაში გამოისვრიან, პასუხის გაცემის პოტენციალიც ნამდვილად გაქვს. შესაბამისად, მათი ხედვით სწუსტი ადამიანი არ ხარ. უბრალოდ რაღაცა მომენტებში თითქოს არ შეგიძლია შენი საკუთარი თავის დემონსტრირების წარმოჩენა და კომპლექსიანი ტიპაჟის კატეგორია ხარ. ცოტათი შიშის მქონე ადამიანის ხარ, თითქოს გარისკვის თემები არ შეგიძლია ესეთ ტიპაჟად აღიქვავენ, კომპლექსური ტიპაჟი ესე ვიტყოდი. და ზოგადად რჩევა შენთვის. რჩევის სახით ამოდის ინფორმაცია, რომ ისწავლე ბალანსირება ყველაფერ სიტუაციაში. მეტი კონტროლირება გქონდეს ფინანსურ თემებში, ეცადე რომ მეტად იყოს შემგროვლობის პოზიციაში, ასევე კარგი იქნება თუ უფრო მეტი კომუნიკაციები გექნება გარე სამყაროსთან და ადამიანებთან, ვისაც კონკრეტულად შენთვის ნამდვილად კარგი უნდა. იყავი იმ კოლექტივში და იმ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ. ნუ გაქვს შიშების პოზიციები, გადალახე შიშები. აი ესეთი იყო სამი ვარიანტისთვის არსებული სიტუაცია. ვფიქრობ საინტერესო გაშლა გამოგვივიდა. გისურვებ წარმატებას, ნახვამდის.